ეს ბატკაბუთი. გამარჯობა. ესე იგი ბატონ ოტია იოსელიანს მე დაურეკე და უთხარი რომ აი ღამის შოუში სტუმრად თუ მობრძანდებით მეთქი მან თქვა რომ ესე იგი ეს საჭირო საქმეს აკეთებო ძალიან და დღეს სპეციალურად ჩამოვიდა აქ ღამის შოუსათვის ამისთვის მე მგონი დიდი მადლობა უნდა უთხრას ბატონ ოტია. და საფეთილო ხო ვითხარ ხან დაგეიქ. აბატონო საფო. ხო. ეხლა სანამდე თქვენ რაიმე სიტყვით. ვერაფერს ვერ გეტყვით მოწევაზე. მე მინდა ისა ხო ერთხელ თერგამო. ისა მე მეთქე ჭამას გადაჩოლვა ამითავარდა იგი თუ არ ხნა მე რაღაცი ვერცები. ახლა მაყურებელს მინდა უთხრა იმიტომ რომ ჩვენ შემოს ვერ ამნახავს მე ელექტროდენი არ ამარას ხაცხა ხო ნახავენ და უნდა ვკითხა აუხსნა რომ იგაც მე რა უნდა ამ წერას წამომжда რა აქ და თქვენ მასხარები და ხუმარები არ გვაყოფა ჩვენ ახან წერალიც არ მიემატოს რა ასეც შობოდი ჯერთისადაც ბლუკუნობ მე და ბოდიშმინდა მე ვიხატო მაყურებელს წინაშე და მეორე ასეც შობოდი სანამდე იწერებოდა იბეჭდებოდა იცემოდა და კითხულობდით ახლა აღარც ერთი აღარც მეორე ჩვენ აღარც გამომცნობა აღარც წინ არაფერი ახლა რაფერი გავაგებია ხალხს მე ცოცხალი ვარ ხოდა იძულებული ვარ ლაპარაკი დავიწყო და ახლა დაიწყე სწავლა ლაპარაკის მე რო ვერ ლაპარაკობდი იმიტომ წერდი ახლა იძულებული ვარ ვილაპარაკო ბოდიში ვიხდი მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ხო ეს მოუწევლობა არ შეიძლება იმიტომ რომ ისა ხო გითხარით მე ამით მიდიგია სრული ამ და ხარ ამომაწევი და ეს თუ არ ყოფილიყო გამოგონილი მაგრამ ბავშვები ნოიზამთ ახლა მაგას დანელო თქვენ საქმე თქვენ ისედაც ხეალულად ახართ რა განაულებეთ ხო ბატონო რა უკვე ახლა ჩვენ დაქცეულ ქვეყანაში სად დავიწყოთ დავიწყოთ ტელევიზიებიდან ნუ ჩვენი გადაცემა ხო ტელევიზიიდან დავიწყოთ და უპირველეს ყოვლისა მე მაქვს თქვენთან შეკითხვა არა თქვენ კაი რაღაცა გქონდათ წახანენ ფასმუკარი ფრაზას ყური თუმცა ეს იმ კაი კაცი ოჯახაშენებული ის უკრაინელი წარმოშობის კაი გვარი ქონიან კაცი ისა წახანა მარტინენკო კაი ბიჭა მაგან თამბაქო გამომიზანა მე და მეორე ის არა ქვიან ჩვენი რომ მოწინააღმდეგეა იმის და აი ეს ენის თაობაზე ეს მარტინენკოს ხაშოს წან კაი ქართული იცის იუროდ იბძვის ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ მოდი ახლა აქედან ხوار დავიწყოთ მოდი ჯერ შენზე ვილაპარაკოთ აქ სადაც ხელი მიგიწდება ეს შოუ რა უბედურება არა ამიხსენდა თუ რას ნიშნავს შოუ მე კიდე რაც მოუბედურება გაქვს შეთახრეთ წეიქცე რა ქვია მას headline რა გულგოთ ახლა ამას მითხარეს ახლა ეს კი განათლებული ხალხი ამერიკაში და ჩვენ ხო გვინდა დასაგებენაზე ლაპარაკი მე კიდე ისა ექსკლუზიური რას ნიშნავს მე ვატეხე ენაზე და ვაფერი გებიგე იმერა არ არის თქვენ იმაზე ხო ის კიდე დაფიქსირება ძალიან ბოდიში ხდება მაგრამ დაფიქსირებას გავს რაც ხარ იმერა არ შეიძლება აჩო ამენაზე ვეფხის ყავოსანი დაიწერა თქვენ არ გაყოთ სამშუტუროთ მაგებსაც ამენაში აი პოსტ მათხოვრობთ იმიტომ არ ვიწერთ კი ბატონო ბომბს მათხოვრობთ იმას თოფს ზარბაზანს ყველაფერ უბედურებას ხო მაგრამ ვინა რა გვიჭირდა მაგის ფასი რა გვაქვს ამის გასაჭირი თუ რა კი ბატონო ამ ექსკლუზიურსაც დაფიქსირებასაც მე ვლაპარაკობ ეგეთან შენ კლუბად ტელევიზიაზე ლაპარაკობ შენ ახლა ნაგო პასუხი და მაგაში გადიხარ შენ რა სანამ იქნება მაგამის ბიუტორი ამას გარდა ახლა რა იქნება მოახლა თაობა და მართლა აღარ წეიკითხავს იმ ნაწარმოებებს რომელიც დაწერილია ქართულად იმიტომ რომ შემოდის კაცო არა გვაქვს მაგის გასაჭირი დავუშვეთ და ვიფიქროთ როგორ არ შეიძლება ქართულ ენაზე ითქვას აი მაგალითად თუნდაც ეს ახლა ხო ამას უძახიან რაცხას ანთიაო თუ მანთიაო თუ რაღაც ხო ქონდა ჩვენ კვესაბედი აბედი არა დარჩა კვესი დავკვესოთ ახლა იგი მოუგვიდეთ იქნება ყველაფერი ქართული აბი ნავაზაგრაა აგადამრიეს სხვა არხებზე ყველა ტელევიზიაში ასეთი ენით ლაპარაკობენ თუ ინგლისურად არ მოგებულობ კაცო მე გონაცებელი კაცი ვარ და იმიტომ შეხოთაშორი წახან რუსელენაზე ყვა ლაპარაკი მე აქედან ხო არაფერი ვიცოდი მე ერთ დროს მე ხო არც მისწავლიან ინსტიტუტში შევმიშობდა სკოლაში სამიანს მიწერდნენ ობოლიაო თუ არც იგი მეკუთვნოდა მე
აკადემიაში ვაბარებდი მესულელი თამ ხატავდი ჩემ ჭკუით რას ხატავდი ის არ ვიცოდი გრუნტი რო იყო რა თქმა და გადააცხა შიშკინის ნახატი გადმეწერე დახეულ ზეწარზე და მივიტანე და იცინეს და ეხოცენს იცინეს მე მეგონა მეწონათ თუმცა თქვენი იუმორი ვითარ რაღაც დავტოვოთ ეგ აგას მოსამზადებელ კურსებზეო და ვაცინებსო ის გარკვეულად ვასწავლითო ვიღავ ერთ-ერთი და მორდე დახატვაში აღარ მიშავდა ქაცაც ხემი ვაგენი და დამიწერეს ქართულ შორენა გავმაგდეს გარეთ მაგრამ არც მეორენა არ ვიცი ახლა ამას კიდე ფეცონია რუსის მოსაბრუნებელი და მე 2 წელიწადს უმაღლეს კურსებზე ვიყავ მოსკოვში და პურის სახელი ვისწავლე რომ დააბრუნო ახლა არ ვიცი ბრუნვაში არ ვიცი ხო და ერთადერთი და ქართული მაგ დარჩენილი მეტნაკლებათა რაცხებერად გადმიდე ჩემ გასაგებათა დილებარაკეთ კაცო და ჩემს უნდა კიდევა ბარეორიამ ქვეყანაზე ახტია განათლებული მაგრამ პროვინციებში ყავს ხალხი და იმას უნდა გასაგებენაზე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ დღეს წინ შეღატარი ხედება არაფერი სკოლაში არ სწავლობს უნივერსიტეტი დაგიფაროს მერცმა ყოველ ორღობეშია გახსნილი ხო და დარჩა ახლამაზია მოჩერებული თხასავის ყველა რამე ფერას ლეცადოთ ქართული ათმანში ამიზავარ მე მოსულთო რამე ხუმრობენ მომაძაღლება ყველანე მეკცევა თავზე ბატონო ჩვენ აქ ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე ნუ ჩვენ საკუთარ ტელევიზიას და სხვა ტელევიზიებსაც და კი რა თქმა უნდა და აი თქვენი შეფასება როგორი იქნება აი ტელევიზიების რა ვიცი კაცო ახლა ამას წინეთ მირეკავდი თქვენაცაკენ ჩამოდინ ჩემთანაც ჟურნალისტები მაგრამ იგი არალაბი ხანეთლება როგორი მე სხვანაირად დამიწერენ ვებგებულობდა მე უთარგმნი ხანდახან და მე ვასუხობ ხო და ისაო საზოგადოებრივი ტელევიზია იქნება აბა ეს ვისი არის თქვენ საზოგადოებრივს ვქნით გადავირი ხო აბა ია ჩვენი ალბათ მომიყვანეს მოვიდა ქუთაისიდან იქნა ყავთ ვაცები ხო ბუხარი დავანთე რა არის ეს ინტერვიუ რა მედრე ვადაჯები ბუხართან და ბუხრისპირა მუსაი საუბარი შეიძლება არ გამოა ინტერვიუ და ინტერვიუერი როა კიდე მიხატები ენის ხო და მაგრამ ახლა იქნება კი არა ელექტროენერგია მაგრამ ხან შეაშლებათ და თუმცა კიდე მოხეტიელედენია თუმცა სულად ჩასამ მაინც შეიძლება ხო და წავკარი ყური თვალე წავკარი გადაცემას თუ უწყიათ ახლა საზოგადოებრივი ტელევიზია ხო და ორშაბათი ლაცინცხალი ორშაბათი წება ყველანაირი საქმე მე თქვი რა არის ახლა საზოგადოებრივი აბა რაც გოწყეს ეგაცი საწევიდეთ რა ვაკეთოთ როგორ ვიბრძოლოთ როგორ ვიშრომოთ როგორ შევქმნათ პური არის მათხოვროთ არ ვიყოთ მათხოვრებად ხელგაშლილი გავიგონი ანდილა ორშაბათს ესე დააფშუტინებენ აქეთ თანჩქაჩქრადი არებენ სასამართლო და აბერ გააჩერეს ვიღაცა როგორი უნდა იყოს ესა ქართული საზოგადოებრივი ტელევიზია ნუ პასუხი საკვირია გართობა ცეკვა თამაში სიმღერა შეხიცინება და სიცილი რა გეცინი მოთხოვება დილას კაცო მაგადერი ვიტო ვარ დამათხოვრებელ მე მორე გააჩერეს მე კაც არ წამოწდა ერთი ხო რეზონ ჩხეიზემას ხო სასურველიაო და რეზოასაძე მეცადა რაღაცას მე ვერ მოობათ არ ხო ესე როგორ უნდა იყოს ტელევიზია როგორ უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია მე ეს ჩოუწერე პასუხი შევქენ და ჩემ ცხოვრებაში არ მომხდარა მე რაც ხო შუტურობდი ავიყო თუ кайიყო თვით კომუნისტებსაც კი რომ არასოდეს არ გაჩერებულა ჩემი დაწერილი როგორც იყო მაინც მე უშევდნენ ახლა პროვინციაში აგდია ჯანდაბას მაგის თავიო და თანამდებობას მივავთხოვლოდი პარტიულობაში ორდენს და პრემიას და იყოს ჯანდაბას არ გუშვიათ სულა უნდა მეთქვა ხანე ვიცინოთ და ვიცინოთ ეგ უშევდნენ მაშინ კიდე მოგმისხამ უშინ გამევიდა მეორე კიდე ის როა აშენ და პატარგაციშვილის ოჯახი გააკეთა ტელევიზია მე იმაში რაღაცა არ გინდა თუ ტალენტროვა რაღაცა დაჯეკითო გადააკვანტილეთ ფეხები რა ქვენ და იცინეთ და იცინეთო რაზე ვიცინოს ვერ ხარ რაღაცაზე ვიცინო არა რა ვყავ აბა შეჯგუა გაცა სიცილი არის ბატონებო როგორც ჩვენ აკაკის საერთო ფრაზა სიცილი
ბევრჯერ ცრემლზე მწარია. ეს არის იცი. ეს არის სატირა. ეს არის ილეგალთან დაგვიწერა ჩვენ კაცი ადამიანი. და გვითხარ მე არ გავიწყოს მე ასე არ ქნათო. ჩვენ ისევ ქენ წავდ ვარ საბაბ. რა ვარ შეტარეჯანა. ახლა მაგაზე ორდენი დაარსება მინდა, მაგრამ დათოს მნავთხოვო იმას. წერო იმას არსებდა. რა ორდენის დაარსება? იგი არსებდა იმას, აჰმად ხანის ორდენს. დათო კაცო ჩვენი ისა ჰიმნის მაგრაძე ჩვენ ის იგი წევიდა მინისტრობიდან, წევიდა პარლამენტიდან, წევიდა კავშირიდან, თქვენ გაყვები, უგათქვა და აბა მათო დათო წევიდა. იმას ხონდა, ახლა მინდა დავაარსო მასთან ერთად ლუარსაბის ორდენი. და დარეჯანის. აუ რა დავეტები მოყოლება? ვერ მიწე ვერაფერს. ბატონო, მოდი თქვენ ნაწარმოებებზე 2-20 სიტყვით ვილაპარაკოთ. აჭერს წაკითხვა უნდა. არ არსებობს ჩვენ ბარობაზე არანაირი გამომცემლობა. მოისპოს უყურე ჩემი მეგობარი იყო წინა პრეზიდენტი სხვა შორის. მე მაგას კი არ ვარყო. არც ერთ გახსოვთ რომ ესე იყო საქართველოს გამომცემლობა. 300 კაცი და იმაში სჭირდებოდა წინგს. გამომცემლობა ნაკადული გახსოვთ ხუტაბერულობა სხვა შორის ახლა თქვენ ნაცერშან ყოფილს ხმეთმა. იქ წიგნები რა წიგნები გამოვიდა საბავშვოები. მერანი განათლება ხელოვნება აკადემიის გამომცემლობა უნივერსიტეტის გამომცემლობა ფილიალი არც ერთი ჩვენ ბარბაზე არ არის სამი ხარ ახლა ამაზე არის მოჩერებული ხანა გაჩერებული შეიძლება არა კაცო თალი გავახილოთ კაცო ქაღალდი გამოგონილი რო არ იყო ხვაზე წერდა კაცობრიობა უზარმაზარი ძეგლებია შაკადმოს შემორჩენილი ქვის ხანისა ხოგასე ლუსმულ წატერები და იგი ეს უქვაზია და წერია ჩვენ ქაღალდის მე 21 საუკუნეში წინს ვაღარცენთ და ფერგონა რა უყოთ ახლა ბოლოს მაგი ერთხელ მიშა იყო ჩვენთან სტუმრად სააკაშვილი მე ცოტა ადრე იყო მაგი მაშინ პოზიციასავით იყო მიშა ფესი ხახტონავდა მაგრამ მაინც აცხა იყო ჩვენთან მოვიდა მობძენი მოთხოვნა მიშა დაბძანდით დაბძანდა სადმით ხართ თქვენ არა სადმით ყავთ ქვეყანა თქვენ მოთხარ უკან ბრუნდებით გამოქვაბულში მიშა არ დაიბნა კი ბატონო მაგრამ წინა გამოქვაბულში მივდივართო წინა გამოქვაბულში მართლა გამოქვაბულში ხარ ბრუნდებით რო დაბრუნდე კიდევაც იქაც აწერდნენ კედლებზე და ხატავდნენ მოგახსენებათ იცეკვა თამაში რო გვაქვს ჩვენ და ეს ღაპრები და ეს სულ იქნია შექმნილი ასე არ იქნება ნაქვაღან პატარა ქვეყანა ვარ ჩვენ ისე გავქრებით როგორც ვაში წვეთ შენ უნდა უპასუხო ახლა კაცობრიობას რო იკითხა ამდღან არ ეცოდნენ ჩვენი არსებობა რევოლუციამ გვიშველა ძალიან ამაში თქვენ გვეხმარა ტელევიზია ოთარიოსელიანი მერეკავდა პარიზიდან კაცო რა კენთ რა რევოლუცია მოხსენ რო გადარით ფრანგებიო თქვენ ასწავლეთ ფრანგების რევოლუციასო მოხარო ასწავლეთ მაგას იქნება მოხარ გილიოტინა ერთ გადაჭრიდნენ თავებს მოხარ მათ შორის კაი თავებსაც ჩვენ მოუთხართ კი ფეხეთაზე მაინც არ დაადგეთ ერთმანეთსო არა მოუთხართ ჩვენ ღვთისწყალობა იყო მეთქი ახლა რო გეიგო კაცმა და იკითხოს ვინაა ხალხიო რა უნდა წაადგინო შენ ვინ ახარ შენ ახლა ეკონომიკა კი ვარგა თუ წარბაზანი თუ ტოპი გაკ თუ შეაშინე თქვენ ეგენ კი დამონდომებული საწყობი მაგრამ ხო ხედავ არაგაცია გარბის ხო ხედავ ესე არ მიდიოდა კულტურა და თავი გინდა უპასუხო კაცობრიობას აი ვარ მე ეს და უდვა იმ კაც შენ ნამუშევარი და ეს გამომცემლობები თუ არა გვაქვს ეს სხვადასხვა ენებზე რო გამოდის ხოლმე თქვენი აი დაჩის ზღაპრები ვიცი რომ ბევრ ენაზეა გამოცემული და ესენი სად იბეჭდება იკაცი შეგისმით მაგით თავის დროზე მადახამას მე გოგუნა დამიდგა მაგრამ არ ნაყოფა ახლა საქმე რაში ახლა იგი ადრენდელები რაღაცები და ჩვენ მე იკაცი თვითონ თარგმნის ალბათ თვითონ ბეჭდას მადლობა აღმართი ჩვენ საერთოდ არ არის თქვენ ქვეყანა დაბნელებული მაგრამ თარგმანებზია საქმე ვინ თარგმნის ბატონოდიან თაღლა ახედან კი თარგმნის ჩვენ თქვენ საშა ებანოიძე ჟურჟბა ნაროდოვის თავი რედაქტორია ახლა სხვათა შორის ის ჩემი თარგმნილი იყო და არის ახლაც მაგრამ ახლასაც ძალიან ჩემზე არ ადგენდა რომ თარგმნოს 10 კი ბეჭდავს მის 1.5 მილიონი ტირაჟით გამოდიოდა ჟურჟბა ნაროდოვ რუსეთში 3,000 ახლა იქაც დაახრებულია ყველაფერი რა თქმა უნდა
მაგრამ რაც შეეხება ხო თარგმანებს მე ახლა სხვა ენაზე რა მოგახსენოთ იმიტომ რომ და არ ჩვენ აყვავს ენის ცოდნეები თურმე არა და რამდენი ენას ვსწავლოთ კაცმა არ იცის საფრანგეთში რო ვიყავი მე საფრანგეთში ვიყავი მე თქვენ ერთი გუბერნატორი ვყავდა ამბეჭ ვარისწერია ისა შაშიაშვილი და ცოტა იმას უყვარდა ფრენა ხო ჩვენც გაგვაფრენა პარიზში ახლა პარიზში მეფრინა ოთარ იოსელიანია იქ და მე მინდა პარიზის საფრანგეთი ვნახო და რატომ სასაცილოდ კი არა ერთი ოლქი აქვს რუსეთს სამი საფრანგეთის ხელა რუსები და ჩვენ ყიდლოთ პურს ფრანგებიდან დაშობა ხალხ ხო უნდა ნახო ეს ნახო მე მეტყვი მე ვიცი მიწა თუ რა ხო სოფლის მეურნეობის მინისტრი გააგზავნა რაც გეიგებს კაცო იმან იქ კაბინეტში ჩაკეტილი კაცო იქინეთ ესავს ალბათ ოხრახუშ და პრასა მაგრამ ახლა მივდივართ ახლა ხო წელთა კავშირის მოდის ჩვენ ხო პეტრეგენი ვიყვარს კავშირები და ესე იმერეთის მოდის თბილისი არ ვიყვარ როგორც კახელებმა გამოცენ რა ქვია ამ ხლა უბედშენმალე უზარმაზარი აფიშა კახელი მწერლები თურმე ილიას ქვეყანაში მას რო გააკეთებ ხარ ვალრავალ ჯვაზე ხარ მე რა ვკითხო გუბერნატორებს ახლა ინტერვიუ გავაკეთეთ და ფრანგულად უნდა გავაკეთოთ გაზეთი უნდა გადავრიოთ ფრანგები ну გავაკეთეთ ახლა ინტერვიუ თარგმნით რაღაცები თარგმანის ახლა გვეშინია ქუთაისში არ გაწვდება ამას ხო და რეზოჭეიშვილმა წამეიყო მაშინ თბილისში და კათედრაზე თარგმნეთ უცხო ენათა თუ საცხარაბად კაი ადგილს მაგდა ვიზოვინ და რეზომე მაგას ვერც ვაგნებს ეს ნაყოფი არა ვარ და ხო დაუბეჭდეთ ახლა მე ჩვენ კი არ ვიცი რომ გაზეთი უბრალოდ კაღაზზე იბეჭდება წარცზე ყოიასავით ვარ ძიმე თანაც ახლა ბევრი გვინდა მთელი პარიზი საფრანგეთი უნდა გადავრიოთ და ამიტომ დიდი გოგორე გავაკეთეთ დავახვიეთ და მე ბაწრით გოუჭირეთ იმას რომ არ დაშლილიყო ხო ამან ფარზე ვინ გეიდობს უკვე კოტრა წევიღეთ იმიტომ რომ ფარზე ამას ვერ დაიდობ კაცო ამ სამწევ კაცი არა შევიტანეთ პარიზში ახლა უნდა გადაიდოს პარიზში მაგრამ ახლა იმ დღეებში ჯერ ვეცნობით ხალხს ყველას ვის მიცეთ და ვის არ მიცეთ და ანდროს ერთი ოთარ იოსელიანთან რეკავს ერთი ხალი აქაური ყოფილა ქართველი ხალი ელისო ტარასაშვილი ემიგრანტი შვილია ექიმია ახლა ელისოს მინდა პატივიცე და გაზეთი ამოუღე და მოუხარი ქალბატონი ელისო სასწაულს მოგართეთ უხარი გაზეთი გვაქვს ფრანგულ ენაზე გაკეთებული მორედილას უთენია მორბის ხალი მოკივა იმაში ტელეფონში რა ამბავია ქალბატონი ელისო მოუხარი მე გაზეთი ქევგავი ახალში ბატონო ეს რა უბედურება ამთხარ ხო გაზეთია რა წაგინეთ ხო ამნია დალაბარგო ფრანგები ხო ფრანგებს თუმცა ადოლაბრაგები მინერაც სულა არც ადრე და არც გვი ასახლა ესე ჩვენ გვითარგმნია ინსტანტენაზე რომ ფრანგებს ჯერ არ გარგოდო კათედრაზე და ამერ განათლებას ვხებულობ ჩვენ სხვა ენებზე და ქართულს კი ვიწყებთ დაწევდით ახლა და უნივერსიტეტი ანუ განათლების პრობლემა ანუ უნივერსიტეტი ამ რეფორმას მხარს უჭერს თუ როგორი დამოკიდებულება საქმე რა შეეცი რეფორმა რასაკვირველია ყოველთვის და ყველა დროს ჭირდება მაგრამ რეფორმა ნიშნავს რომ რაღაცა გაქვს და კიდევ უკეთესი გინდა იღრა ჩვენ რა გაგვაჩნია სკოლებში ბავშვები არ სწავლობენ უნივერსიტეტი დაგიფაროს ღმერთმა დახსნილია ყველა ორღობეში ჩვენ უნივერსიტეტს ხსნიდით 18 წელში ჯავახიშვილების და შანძეების და ნუცუბიძეების და ამის პატრონი ეჭვი იყო ჩვენ ავწევდით თუ არა უნივერსიტეტს იმ დონეზე იქნებოდა უნივერსიტეტი ნიშნავს უნივერსალურ განათლებას ეჭვი იყო ახლა სადაც გინდათ მე იხედე ეცადეთ და ჩენლებს აპარეშვებ თორე ყველგან არის უნივერსიტეტის არა მაგასაც არ შეიძლება და რა ქვიათ რა უნივერსიტეტები არის ხოლმე რამდენი რაც გაგიხადა განსაკუთრებით სამედიცინოა ძალიან მონდომებით იმიტომ რომ მე ერთხელ ქუთაისში მე ლექციებს ვკითხე თქვენ წაგიცხვა და მივედი იქ ხო და თურმე პედაგოგიური იყო ის ერთ დროს თურმე ამაში სამედიცინოც ახლა მე რა ვკითხე კაცო იმას კათედრის გამგეყოფილია იქ რაღაც მოხარ რამდენი ხართ ახლა თქვენ თქვა მე აგონებ 5 წელს ამბავს 59-იო მითხრა შე 59 სამედიცინო ინსტიტუტი ეს მაშინ ყველა 99 იქნება იმერა მოთხარ ასუშობი ამბავში სად მიყავს დოშად გენიოსებს მოხარ თქვენ სუყალას
საწეყვანა 99 ინსტიტუტის დამთავრებული გენიოსი. აი ჩვენ არ ვიცით რას ვაკეთებთ და ეს რეფორმებს თხოვს რეფორმები ჯერ მოაწესრიგოთ ჩვენ საერთოდ. და ვიცოდეთ ვინ რამდენი გჭირდება და სად გჭირდება. საწეყვანა ბავშვები ახლა საგადაყარო. ეს გავატანო. იყო ერთხელ ხაშოს ისრაელში ხელთ ეიყვანეს. ისრაელში წევდნენ ებრაელები და მათ შორის წევდნენ ექიმებიც. იქნებ თუ არ ჩააბარებდე ხელახლა არ იქნება და ჩვენი ექიმებიც წეიყვანეს და სანიტრებად ამუშავებდნენ. მაგრამ თავის ვერ მდებდნენ და ფეხებში აგედებდნენ ხელს. და მე რა 5 წლის მერე აბარებდა ზოგიერთ ანტენ და ჩვენ ისე რა ქვიან ზიდავებად. იმაზეც მინდა შეგეკითხო თუ შეიძლება ბატონოტია ეს ბოლო შეკითხვა იყოს აი თქვენს პირობებზე იქ გვიშტიბი ქვია ხო თქვენს ამ ადგილს აი როგორ პირობებში გიწევთ იქ ცხოვრება რაღაც წერა როგორ მაგრამ მე მაგალითად მე ატوار მიჭირამე და საჭირო ხევყავი ადრე მაგრამ მე რო დამიჭირო ბუნებაში ვიქნები ახლა მახსოვს ერთხელ ამას წინერთ ახშეში საცხად შევი წერეთ და მინდოდა მე ნახა ტელევიზიაში და არ იყო თან თვიშიც ვიყავ მაგრამ არ იყო ერთი შალიკიანი იყო ქუთაისში სხვა შორის მან კაისახმა გააკეთა 3000-იან წიგნი უყიდა საჯაროს ხო და ვიცნობდი ახლა იმას და მირეკავს მე თქვენი გადაც მე მინდა და ნახამარ ვერ ნახე გივი ბერიკაშვილი და ეგენი იყვნენ და გადაც ნახეთო ბატონო სადახარ შენ მოთხოვ რაღაცა ციხეში ვარო თუ დენი გაკმოთხოვ აბარავ ვერ ნახავდიო ტელეფონით კემელაბარაგებოდა წყალი გაკმოთხოვ კი გათვობაც მაქვს მოხდა წამიყვანდა კაცო მაგანე და გამოდი შენ და გაბისული ადგილს მეთქი მოხარ არ გამოხვიდა თუ გაცხარ კაი ადგილზე ხარ და მაინც გამევიდა საშინელი ახლა რა იქნება ჩვენ თუნდაც ეს ჩვენ შექმნილი მაქვს ჩემთვის იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ თავს ხან-ხან გევინებიორებთ და მე ამავწევით ხოლმე და გვატრიალებთ ხოლმე არა ბარვა თოხნა ეს არ უნდა გააგდო ხელიდან იმიტომ რომ საქარებაში ჩვენ გვიწერია ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა ძღომისა კი არა კაცო არსობისა შეიძლება ამერიკული პურით გაძღე მაგრამ ვერ იარსებებ შენმა მიწმა და წიაღმა უნდა შვას ისაა შენ რო გარგია და შენ შვილსა და მომავალს რო გადის ამით ხეის პურს თქვენ გაჩერებული არიან ახლა და წუხან ძალიან ერთ წელიწადი გევიდაო რასაკეთებსო მიშაიო ცხელი ხაჭაპური რა იქნაო ცხელი გოუგრილდა თქო გრილი არაო ცხელი ნაიყვესო ამდენი ერთ წელიწადი ხარ გადაყვეს ამას მოიწება სადა ესენი მევიდნენ ნანგრევებზე ეს ქვეყანა კი არა ესა დავდაშლით რაღაც ნანგრევი რა თქვენ დამგახარდა გან და იცინი და გონიათ ქვეყანა აშენდა აბა წამოდენ ნახეთ რა ხდება ვეხოცებოდი ახლა იმას იგივე იმარხს მოთხარ სოფელი გადაიღოთ ყანდიაშვილი ყავდათ იქინა კი ბატონო ხარ გუგზანიათ სამეგრელოში კორესპონდენტი მოუყრიგია მას ხალხი პროდუქციად ფალ ჩონგური და უკრაინი ცეკვა არის ცეკვა თამაში გადახდა სოფელი ახლა რა რაჭაში გუგზანიათ რაჭაში ახლა გასმასტური მოვიდა გაახურა თონე წვადები ხვინო და აიღებენ ამას ხვინა ბატონო სოფელი ხო გადაიღეთო იგია სოფელი სოფელში არ იხნება და არ ითესება თუ რაღაც და კითხე იქნება მართალია ომია მაგრამ ეგ ითესება იმაში ეგ დოხნავ დარჩა რა მოსალეთ საქართველოს პური არა იქნება კაცი არ კიდევ ხოს ტრაქტორი იყო ჩემ სოფელში 18 სუღლეს სტამბოლშია ჩატანილი ხარები მეიპარეს არ დარჩა ორი უღელი ხარი და კინა აღარ შეიქნა მე ხო ჩავაბარე ჯარდში ნავს ვერ უჭედავთ და ხარს ვერ ვაჭედეთ ფახშელენ გამუშავ ხარი კი ვერა თორსი პიტა ჩვენ ახლა ხაჭაპური და ცხელი ჩვენ ჩამოვალთ ბაზონოტია და გადავიღებთ ჩამოჩეთ მე გაჩვენეთ თქვენ სოფელი დასნიშნავს და სოფელი კიდევ ქვეყანა არის გადაგავიწყდეთ ქართულად ახლა თქვენ ქართულად გვავიწყდებოდ რა სოფელსაც ნიშნავდა და ქვეყანასაც ნიშნავდა კარგით ბატონო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უცხოთ ბატონოტიას სტუმრობისათვის საბატონებო და ბატონებო ეს იყო ოტია იოსელი